მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ საპარლამენტო ინსტრუმენტები გამოყენებული არის ქართული ოცნების მიერ სათამაშო ინსტრუმენტებად, მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ ხალხის მდგომარეობა, იყო ფარსი, სპექტაკლი, რაც დადგეს საქართველოს პარლამენტში და მიუხედავად ამ სპექტაკლისა, მაინც მოახერხეს ის, რომ თავისივე უსუსური მდგომარეობა, უსუსური პოლიტიკური სიტუაცია, თავისი დინრობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ზოგადად რაზე არის საუბარი, როდესაც ფასების დაწევაზე საუბრობდნენ და ამაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ეროვნული ბანკიდან არ მოუწევიათ, ასევე თუ კარტერულ გარიგებებზე იყო საუბარი, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები საერთოდ იქ არ ყოფილან, ვინმე მოიყვანეს ფასების ზრდაზე პასუხისმგებელი პირი სამთავრობო უწყებებიდან, პროცესი იყო მთლიანად ყალბი პროცესი, იმიტირებული პროცესი, რა თქმა უნდა, ამ პროცესის შედეგად ფასები ვერანაერად ვერ დაიწევს, პირიქით იმ გადასახადების მატებით, მაგალითად 33%-იანი მატება ელექტროენერგიის კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფასებს. რა თქმა უნდა, ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე ფასების გაზრდა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ფასებს და ამ პროცესს ვერაფერი ვერ შეაჩერებს. ვერ შეაჩერებს იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია გონივრული პოლიტიკა და ხედვა ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, არ გააჩნია არც გრძელვადიანი, არც მოკლევადიანი სტრატეგიები, არც სამოქმედო გეგმები და ვერანაირი ესეთი ჩარევები, განსაკუთრებით დაანონსებული სუსში დაწყებული გამოძიებები და სუსის გამომძიებლების მიერ ხელის დაქნევა ბიზნესმენებისთვის, რომ ფასები დაწიეთო, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შედეგამდე ვერ მიიყვანდა პროცესი. ეს სოციალური მარკეტების გადაწყვეტილება, ანუ ეს გადაწყვეტილება თავად ამ მარკეტების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომ შექმნა რაღაც ფასდაკლებული კუთხე, ვთქვათ, იქ მოაქციონ სოციალური კალათის თუ პირველადი პროდუქტების ჩამონათვალი და ასე შემდეგ. ეს ამ ბიზნესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიძლება რაღაც მთავრობამ მიიწეროს, რომ მის მიერ წამოწყებული პროცესის ნაწილია. დიანა, მე კარგად ვუსმენდი მათ სხდომებს, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად აპამპულავებდნენ ამითი ხალხს და თვითონ ბიზნესმენების მიერ გამოთქმული მოსაზრებები იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისინი ფასს ვერ წევდნენ, მაგრამ შეეძლოთ კონკრეტული სხვა პროდუქციის გაზრდის, ფასის ზრდის ხარჯზე გარკვეული ვადით დაეწიათ ფასი კონკრეტულ პროდუქტზე და ეს არის სწორედ არაჯანსაღი, ეს არის არასწორი. დღეს, როდესაც ვალდებულება აქვთ, რომ რაღაც მოიმოქმედო და აქციაში პროდუქტებს, რაც ადრე გაფანტული იყო სხვადასხვა მარკეტში, ერთ ადგილას თუ მოუყრიან თავს და კიდევ ახალ ფარს დადგამენ, ეს არ არის გამოსავლის ძიება. გამოსავლის ძიება არის მაშინ, როდესაც ფუნდამენტურად უდგების საკითხს, მაშინ, როდესაც ხედვა გაგაჩნია, მაშინ, როდესაც მოგყავს ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელები არიან ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე, საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრაზე და ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი და დადგმული სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მონიტორინგს შევალთ სუპერმარკეტებში და ვნახავთ, რა პროდუქტი ედებათ, რა ვარგისიანობით იქნება, როგორ პროდუქტზე იქნება საუბარი, მაგრამ ეს ხო არ არის ჯანსაღი პროცესი. ეს არის ხალხის გაღარიბების, ქართული ოცნების ზღვარგადასული გამდიდრების ფონზე მიღებული რაღაც გადაწყვეტილებები, რომლებიც მთლიანად არის ამოვარდნილი დღის წესრიგიდან, სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დღის წესრიგიდან ამოვარდნილი არის ქვეყანაში არსებული საბიუჯეტო მდგომარეობის გათვალისწინებით და ამის ფონზე, როდესაც ხალხს ეუბნებიან, რომ კალათაში ჩაგიდებთ რაღაც პროდუქტსო, რეალურად პროდუქტს კი არ ჩადებენ, აქციაში მყოფ პროდუქტებს დააჯგუფებენ ერთ ადგილას და ერთ კალათაში, ამის ფონზე დიდრდებიან, ამის ფონზე იზრდიან ხელფასებს, ამის ფონზე მოითხოვეს პრემია დანამატების გაზრდა და ქვეყანაში მშობლები თვეების განმავლობაში წვანან ქუჩაში მთავრობის ადმინისტრაციის წინ, რომ ითხოვენ წამალს, პენსიონერებს უწევთ არჩევანის გაკეთება, წამალი იყიდონ, პური იყიდონ თუ გადასახადი გადაიხადონ, რომ შუქი მაინც ჰქონდეთ სახლში და აი ეს ქვეყანა გვაქვს, ეს ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია არც საგარეო პოლიტიკური ხედვა, არც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ხედვა, ეს არ არის სოციალური სახელმწიფო. ეს არის სახელმწიფო, სადაც მდიდრდები კიდევ უფრო მეტად მდიდრდებიან და მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად ღარიბდებიან და ეს პროცესი ამ ქვეყანას გადაჩეხავს. კრიზისია ქვეყანაში, საკონსტიტუციო კრიზისია და ამავდროულად კრიზისი არის სოციალური მიმართულები და უკვე ხალხი გამოდის ქუჩაში, ხალხი ამბობს, რომ შია
ხალხი ამბობს, რომ არ აქვს სამსახური, ხალხი ამბობს, რომ ფასები უკიდეგანოდ იზრდება და თვითონვე აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავებას. კი ბატონო, მინდა რომ ჯერ ამბობდნენ, რომ ფასები დიახ, დაასრულეთ. კარგით, გავაგრძელო. და თვითონვე რასაც ამბობდნენ დასაწყისში, იმის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს და ახლა უკვე დასკვნაშიც კი ვეღარ ასახეს ის მიმართულებები, რაც უნდოდათ და ის ხაზი გაეტარებინა და ამჟამად ამბობენ, რომ იმ პერფორმანსით დაკმაყოფილდით, რომელიც წარმოდგენას დაგიდგით საქართველოს პარლამენტშიო და დოკუმენტსაც კი არ მივიღებთ და არ გამოვაქვეყნებთო და აბა საერთოდ რას აკეთებენ და რაში იღებენ 16000 ლარს ხელფას, აი ეს გითხარით და 16000 ხელფასი ეს რაც ოფიციალურად ერიცხება, თორე იმის იქით, რომელ გარიგებებში არიან, რომელ შესყიდვებში არიან, რა ატკატებს აკეთებენ, რა სამშენებლო ნებართვებს იღებენ და როგორ იმდიდრებენ თავის ფინანსურ მდგომარეობას ჩვენზე პარაზიტირების ხარჯზე, ეს უკვე საქართველოს მოსახლეობამ ნახა და მიიღებს გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილება იქნება ქართული ოცნების, რა თქმა უნდა, დამარცხება. მინდოდა მეკითხა ოპოზიციური ალიანსი გეგმავს 26-ში აქციას, ვიცი რომ თქვენ სხვა ხართ, ისინი სხვა არიან, მაგრამ თქვენ როგორ უყურებთ ან რაიმე ფორმით ხომ არ აპირებთ თქვათ შეუერთდეთ ამ პროცესს? 26 მაისი არ არის პარტიული ღონისძიება, 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე, ზეიმის დღეა საქართველოს მოსახლეობისათვის და რა თქმა უნდა, სადაც არიან მოქალაქეები, ჩვენ ყოველთვის ვართ იქ. რაც შეეხება უშუალოდ პარტიულ ღონისძიებას, რომელსაც ალიანსი აანონსებს, ის არ არის ჩვენი პარტიული ღონისძიება ცხადია და სხვის პარტიულ ღონისძიებაზე ჩვენ არ ვიქნებით. ჩვენ რა თქმა უნდა ძლიერ საქართველოს ლელოს გვაქვს, ჩვენი ალტერნატიული დღის წესრიგი, რომელსაც გაგაცნობთ. თქვენი ღონისძიება გექნება 26 მაისს? არა, ჩვენ გვექნება ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, ამის შესახებ გავაცნობთ საზოგადოებას, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ დღეს, მოსახლეობასთან კომუნიკაციას, აუცილებლად ვიქნებით ამ ზეიმის ნაწილი, რაც გახლავთ დამოუკიდებლობის დღე და როგორც იყო მუდმივად. პარტიული დღე არ არის ეს დღე, რა თქმა უნდა, ეს არის მოქალაქეების დღე, მათ შორის იმ ადამიანების დღე, მრავალი ათასი მოქალაქის, რომლებიც აბსოლუტურად არაპარტიულები არიან და ყოველდღიურად დგანან ქუჩაში და იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, იცავენ ჩვენი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების დამკვიდრებას და ამიტომაც ჩვენს მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად, მაგრამ თქვენ გულისხმობთ პარტიულ ღონისძიებას, ეს არის თქვენ კი ბატონო საკუთარი პარტია. კი, ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტია და ჩვენ გვაქვს საკუთარი პარტიის დღის წესრიგი. კი ბატონო, რა სიტყვით დღეს თქვენი თანაგუნდელი საულმე სამადაშვილი საუბრობდა, რომ ქართული ოცნება თავისი დუმილით ანექსიის პროცესის ხელშემწყობია, გითხარით ამაზეც რამდენიმე სიტყვა. ძალიან საგანგაშოა ის ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა მოსკოვში, კერძოდ გაფორმებულ ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის დავარქვათ სახელი ანექსიის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. ძალიან საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამ დღეების განმავლობაში ცხრიდან დღევანდელ რიცხვამდე ოფიციალური უწყების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩვენ არ გვინახავს, არ ვიცით საერთოდ კომუნიკაცია ჰქონდათ თუ არა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, რა თქმა უნდა, განგაში ზარებია ასატეხი და ჩვენს პარტნიორებს უნდა მიეწოდოს წესით ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს საკითხები უნდა ჩაჯდეს იმ ნუსხაში, რომელიც არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის დღის წესრიგი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გამოხმაურება ამ ფაქტს არ ქონია. რა თქმა უნდა, 9-ში, როდესაც მოხდა შეთანხმება და დღეს უკვე რატიფიცირება, ამ შეთანხმების ჩვენ გვქონდა რა თქმა უნდა ჩვენი ადეკვატური რეაქცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში და საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ქართული ოცნება დანაშაულებრივად დუმს და დანაშაულებრივი დუმილი რა თქმა უნდა აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დანაშაულებრივი რა თქმა უნდა ეს არის პასუხისმგებლობის საფუძველი. ჩვენი ქვეყნის ინტერესები ზიანდება იმ ფაქტით, რომ
საქართველოს ხელისუფლება არ რეაგირებს ისე ადეკვატურად, როგორც არის საჭირო რეაგირების ზომების მიღება, არ გვეუბნებია რაიმე ზომები გატარდა თუ არა, არ ვიცით საერთოდ და მოვითხოვთ პასუხს საგარეო უწყებისგან, ქონდათ თუ არა კომუნიკაცია დიპლომატიურ კორპუსთან და ამავდროულად ამ საკითხებზე მიდის თუ არა საუბარი იმ ფორმატში, რა ფორმატიც არის ჟენევის თანათავმჯდომარეების ფორმატი, სადაც ისწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მარტო არ ვსხედვართ რუსეთის ფედერაციასთან. ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს არის ანექსიის პროცესის გაძლიერება, გაღრმავება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება და აუცილებელია ქართულმა ოცნებამ ამაზე გააკეთოს რეაგირება. პირველი, თუ არ აკეთებს, ეს არის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა და დანაშაულ უპასუხისმგებლობას უნდა მოსდებდეს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და კანონის წინაშე. მადლობა.